სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისათვის ახალი საავადმყოფოების სასწავლო ბაზაც გახდება. სწავლასთან ერთად ისინი პრაქტიკებს თანამედროვე კლინიკებში გაივლიან. მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა მთავრობის პრიორიტეტი ხდება. ჯანდაცვის მინისტრი კი ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებლებს შეხვდა. ის რეზიდენტები, რომელიც ჩვენთან მუშაობენ, აქტიურად მუშაობენ, იმათთვის ადგილი გარანტირებულია. ყველა ახალი კლინიკა, რომელიც საქართველოში აშენდება, მომავალი ექიმებისთვის და სპეციალობის მაძიებლებისთვის სასწავლო ცენტრიც გახდება. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და რეზიდენტურის მაძიებლები სწავლასთან ერთად პრაქტიკებს სწორედ ამ საავადმყოფოებში გაივლიან და მაღალი კვალიფიკაცია მათი მომავლის განსაზღვრელი იქნება. ჩვენ ქალაქში დაწერებას დაბლა. თუ მოიმატებს ქალაქში დაწერება, მოხდება ტვინი სტრუქტურების დისლოკაცია და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც კი. მონაწილეობას ღებულობენ როგორც ოპერაციებში, ისე ავადმყოფის მკურნალობაში, რეანიმაციაში, დიაგნოსტიკაში და მკურნალობას აგრეთვე მონაწილეობას ღებულობენ საერთოდ ავადმყოფის თლიან მიღებიდან დამთავრებამდე. ერეკლე ექვთიმიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელი ოფიციალურად გუშინ გახდა. სპეციალობით ნეიროქირურგი ამ კლინიკაში უკვე ექიმის სტატუსით მუშაობს და მას ენდობიან. 13 წელი უნივერსიტეტში ისწავლა, ბოლო 5 წელი კი პრაქტიკები საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა და აქვე დატოვეს. მითხარი ახლა ამ სურათზე რა ხდება? ეს არის პაციენტი, რომელსაც აღინიშნება კავერნოზული სინუსის საკმაოდ დიდი ზომის ანევრიზმა დაახლოებით 11-12 მმ. ამ კლინიკას აქვს ბერკეტი ყველანაირი, რომ თუ კი აქ თავს გამოიჩენ რამით და დასამახსოვრებელი იქნება შენი საქმე და ცოდნით, ალბათ არის იმ საშუალება, რომ დარჩე. პრობლემა ჯანდაცვის სფეროში სწორედ კლინიკებში რეზიდენტურის ადგილების სიმცირე იყო, რაც ხშირად უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა. მე დავუპირდი, რომ ის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა, როდესაც იმაზე მეტი სტუდენტი ამთავრებდა, ვიდრე შეეძლო ჩვენ კლინიკებს მიეღოთ, კლინიკების არარსებობის გამო ძირითადად ეს პრობლემა სერიოზულად შემცირდება და პრაქტიკულად ამ პრობლემას გადავწყვიტავთ. ყოველი ახალი გახსნილი საავადმყოფო იქნება აგრეთვე ახალი ადგილები რეზიდენტებისათვის, იქნება ახალი სასწავლო კერა. კვალიფიციური ექიმი, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ჯანდაცვა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ სამედიცინო უნივერსიტეტში საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება უკვე გართულდა. სტუდენტებსა და რეზიდენტურის მაძიებლებს განათლების მისაღებად უფრო მეტი მუშაობა მოუწევთ. ჯანდაცვის მინისტრი ამ მიზნით მათ პერმანენტულად შეხვდება. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში შედგა. ურუშაძემ მომავალ ექიმებს იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც უკვე განხორციელდა და მომავალ გეგმებში შედის. თქვა, რომ ამ სფეროში კორუფცია აღმოიფხვრა და ექიმებს საავადმყოფოებში ნათესაობის სტატუსის მიხედვით აღარ ირჩევენ. მოთხოვნა მათ მიმართ გამკაცრდა და თუ პაციენტს პრობლემა შეუქმნიან, ექიმსაც და კლინიკასაც საკმაოდ შთამბეშტავი ფულადი სანქცია ცელის. მთავარი პრობლემა არის არა აპარატურა. თქვენ ხედავთ, რა აპარატურა შემოდის, აპარატურა მონტაჟდება. არის არა შენობები ხშირად და ინფრასტრუქტურა, არამედ კვალიფიციური კარგი ექიმების პოვნა, ვისაც ენდობიან პაციენტები, ვისთანაც მოდიან პაციენტები და ვისთანაც მკურნალობა პაციენტისთვის არის უსაფრთხო. მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. იყო სტუდენტების მხრიდან დასმული შეკითხვები, რომელსაც ანდრია ურუშაძე პასუხობდა. ეს ეხება რეზიდენტურის ახალი ჩაბარების ახალ წესთან დაკავშირებით, როგორც მომიხსენებათ, საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები იყო. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება უნდა იძლეოდეს რეზიდენტურაში გაგრძელების გარანტიას. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილები, როგორც მოგეხსენებათ, გაიზრდება, მაგრამ მთავარია, რომ არსებობდეს პერსონალი, რომელსაც აქვს უნარი ასწავლოს სტუდენტს და არსებობდეს საკმარისი ბაზა სწავლებისათვის კონკრეტულ დარგში. ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან და სტუდენტებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. კვალიფიციური ექიმების განსაზრდელად კი მთავრობა კლინიკების ხელმძღვანელობასთან და უნივერსიტეტის პედაგოგებთან ერთად ისრულებს.